მოგესალმებით, მე ვარ თემო და ეს არის Play Now, ბოლო ამბები სათამაშო ინდუსტრიიდან. Alter-egos virtualuri სამყაროს აზრზე Play Now სტრატეგია Crysis-ის პლატფორმაზე ასასინის სეული მეკობრეთა წოთნა ხომალზე ტრაექტორია განსაზღვრული არბალეტის სარზე ბოროტების სავანები ხსნის ზომბირებულ ქალაქს პოულობს Silent Hill-ში ცერემონიალურ ხანჯას BioShock-ი ტელეპორტის ბიოველურ საფას უხილავს კაფანს ვარჩევ უძველეს აბჯარაბგას პლასტერის ხიდი როგორც ფოტოსინთეზი ფოთოლში განზომილება ლინზის როგორც ნაკვალევი თოლში ფაბულა მაქცია პოლტერგეისტია შფოთში ატმატორია არტილერია Samurai Soshi, time pizza clone Play Now სინექცია კონტროლერი როგორც გიროსკოპის ინერცია გრაფიკული ალგორითმი როგორც რადიაცია და განხილული gameplays რეზოლუცია უკვე ერთი წელი გავიდა Sherlock Holmes Crimes and Punishment-ის გამოსვლიდან და ეხლა დრო დადგა მეორე ნაწილისთვის. სტუდია Frogwares-მა დაანონსა Sherlock Holmes The Devil's Daughter. თამაში გამოირჩეოდა მოულოდნელობით, სიუჟეტს აკონტროლებდა მოთამაშე. თამაში იყო უამრავი თავსატეხები, ოჯახური დრამები და შურისმაძიებლები. ახალი ნაწილი გვპირდება იყოს უფრო დინამიური, უფრო ჭკვიანური, უფრო სისხლიანი. ახალი ნაწილი იქნება უფრო დიდი არა მარტო სიუჟეტში, არამედ ლოკაციებშიც. Assassin's Creed-ის ნებისმიერ თამაში უნდა იყოს რეალური ისტორიული პერსონაჟი. ამიტომაც გამომცემლობა ვიქტორიანული ეპოქიდან უნდათ რომ გამოწვეონ ყველაფერი. თამაში იქნება დამატებული 6 ისტორიული პერსონაჟი. ესენი არიან Alexander Graham Bell, პირველი ადამიანი, ვინც გამოიგონა ტელეფონი. კომუნიზმის მამა Karl Marx-ი, ევოლუციის თეორიის დამფუძნებელი Charles Darwin-ი, მწერალი Charles Dickens-ი და ამ ყველაფერს ამშვენებს დიდი დედოფალი ვიქტორია. ეს ყველანი, როგორც გამოიცანით, იქნებიან ასასინები და ერთად უნდა დაიბრუნონ ლონდონი და გაანთავისუფლონ ტამპლიერების ტირანიისგან. Ფარსკევი 13 არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშინელებათა ფილმი, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას და გადაიღეს მის მიხედვით 9 ფილმი. მაგრამ აქამდე არ გაუკეთებიათ არც ერთი თამაში. Gun Medium დაანონსა თამაში. ეს არის მულტიპლეიერული ჰორორი, სადაც ერთი კაცი იქნება ჯეისონი და დანარჩენი სტუდენტები, რომლებზეც ნადირობს ჯეისონი. ეს ყველაფერი იქნება პირველი ხედიდან, მაგრამ კომპანია ითხოვს ფულს $700,000. თამაშზე მუშაობენ ფილმის რეჟისორიდან დაწყებული კომპოზიტორამდე დამთავრებული. მე მგონი პროექტი ძალიან საინტერესო ჩანს. IGN-მა გაავრცელა ინტერნეტში Rise of Tomb Raider-ის 27 წუთიანი gameplay. თუ თქვენ გაქვთ PlayStation 4, არ გაგიმართლათ, რადგან მოგიწევთ 1 წელი ლოდინი. PC-ის მოთამაშეებს გავმართლათ უფრო მეტად. ჩვენი ვერსია გამოვა 2016 წლის დასაწყისში. Eidos Montreal-ი გვპირდებოდა და გვანახებდა თუ როგორ შეიცვალა სამყარო Deus Ex Machina Divided-ში, მაგრამ არ გვაჩვენებდა თამაშის მთავარ პერსონაჟს, Adam Jensen-ს. ის გახდა უფრო გამოცდილი აგენტი, გარშემო სამყაროსთან ერთად შეიცვალა ასევე მისი არსენალი. ეხლა ჩვენს პერსონაჟს უწევს მუშაობა სამყაროში, სადაც მისნაირებს დაძდევენ და კლავენ როგორც ძაღლებს. დაწვრილებით უყურეთ შემდეგ ტრეილერში. Including me. Agent Jensen, am I going to have a problem with you? No, sir. No reason to assume you would. They made me what I am. A high-end weapon. And now, they want to put people like me in a cage. Hunting the elite who thrive in the shadows takes more than just a man. You're not going to go all wonky on us now, Hansa, are you? I guarantee you'll never see it coming. It takes a weapon who chooses to believe. A better future is possible. If I can survive long enough to see it.
ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური შემოდგომის პროექტი Halo 5 Guardians-ი, რომელიც გამოდის ექსკლუზიურად Xbox One-ისთვის. ამ კვირას ფრენჩაიზის დირექტორმა Halo 5-ის სტრიმზე თქვა, რომ თამაში შეიძლება რომ გამოვიდეს PC-ზე. ახალი ნაწილი კეთდება Intel-ის პლატფორმაზე, მაგრამ ეს არაა ოფიციალური ანონსი. თუ ფრენჩაიზის დირექტორმა თქვა, რომ Halo 5 გამოვა PC-ზე, ესე იგი მართლაც ეგრე იქნება. მოდით დაველოდოთ სიუჟეტის განვითარებას. Sega და Creative Ensemble-მა მოამზადეს რამოდენიმე სასიამოვნო ამბები Total War Warhammer-ისთვის. თუ არაფერი არ შეიცვალა, კომპიუტერული ვერსია გამოვა 28 აპრილს. Steam-ში უკვე შეგიძლიათ გააფორმოთ წინასწარი შეკვეთა. ასევე დაამატეს, რომ ეს იქნება მარტო პირველი ნაწილი, კიდევ იგეგმება 2 მასშტაბური დამატება. ყველას, ვინც გააფორმებს წინასწარ შეკვეთას, მიიღებს Chaos Warriors Race Packs, სადაც შევა ქაოსის რამოდენიმე ლეგენდარული ლორდები, სიუჟეტური კვესტები და მთელი არსენალი. და ბოლოს თუ რა შევა Limited Edition-ში, თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე. ჩვენ ახლა გადავდივართ ჩვენს რუბრიკაზე Game Economica. თუ რა თამაშები გაიყიდა ყველაზე კარგად შემოგთავაზებ top 5-ს. მე-5 ადგილზე გავიდა Pro Evolution Soccer 16. სულ გაიყიდა 795,000. მე-4 ადგილზე გადის Tekken Kings 1,236,000. მე-3 ადგილზე გადის Lego Dimensions 624,000. მეორე ადგილი უკავია NBA 2K16 2,926,000 და პირველ ადგილზე გადის FIFA 16 2,600,000 ეგზემპლარი. და ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ Just Cause 3-ის ახალი ტრეილერი. თქვენ არ გადაართოთ არხი, რადგან ამის მერე იქნება რუბრიკა ციფრული ხელოვნება. ჩვენ მოვაწყობთ non-stop marathons old school თამაშებზე. არ გადაართოთ. Знаешь, я об этом как-то не думал, Рико. Но есть разница между тем, на что ты смотришь и что ты видишь. Посмотри на Медичи. Жемчужина под ярким солнцем. Но когда ты видишь Медичи, то понимаешь, что все прогнило. Скоро весь мир узнает, на что я способен. Но тут уже ничего не поделаешь. Видишь ли, Диравелло сидит на целой куче Бавария, и получается, что он самый лучший друг агентства. А в очищенном виде может стать мощной взрывчаткой или почти бесконечным источником энергии. Ох, Рика, Баварий попал не в те руки. Мы это исправим. Что ж, да нет, не слишком. Мы должны показать людям, что способны отбить их города и поселки. Рико Родригес вернулся, порожденный пламенем, из которого поднялась моя власть. Почему ты так хочешь разозлить Диравелло? Тео, Рико. А я Марио, брат. Я тебе не брат. Им можно доверять? Они не повстанцы, но у нас один враг. До возвращения у тебя вышло, сынок. Всюду хаос и разрушение. А когда он явится, чтобы защитить людейшек, убить его друга? Диравелло еще здесь. Нужно найти его и покончить с ним. Нет, ничего. Что укрылось бы от моего пламени? Что ты задумал, сынок? Кое-что хитрое. მოგესალმებით, მე ვარ თემო და ეს არის რუბრიკა ციფრული ხელოვნება. მე მყავს დღეს სტუმრად ნიკოლას კობახიძე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მარათონს და დღეს გვაქვს top 20 old school თამაში, რომელიც უნდა ითამაშოს ყველამ. ვინც არის დამწყებითი გეიმერი, იმათვის განსაკუთრებით. ჩვენ აქედან ამოვარჩევთ top 5-ს, რაც უეჭველი უნდა ითამაშოს დამწყებმა გეიმერმა და მოდით დავიწყოთ. Niko, როგორ ფიქრობ? მოდით დავიწყოთ ბოლოდან და პირველი თამაში არის დრაივერი. რა თქმა უნდა. დრაივერი. და სიტყვი. ძალიან ძველი, კარგი, შემოქმედებითი თამაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესო მისიასთან ერთად შევასრულოთ. ასეთი თავსატეხი თუ სათავგადასავლო მომენტები არის ამ თამაში შედგენილი და შესული, ასევე დრაივერში პირველად ის მომწონს ძალიან უბრალოდ რომ ეს არ არის მაგალითად განზევ ავტოდან განსხვავებით ამ თამაში უფრო არის შემოქმედებითი რადგან შენ გიწევს მისიების შესრულება უმეტესად მაინც და თამაში არ გიშვებს
სხვა ვარიანტი არ გვაქვს აბსოლუტურად. ძალიან კარგი თამაშია და ჩემი აზრით ურჩევ უმეტეს დამწყებს რომ ეს თამაში ითამაშო. კი, მაგრამ რა იყო ის ერთ დრაივერში არის რომ გადმოდის და დადიხარ და როგორც GTA არის, მეორეში არის დროზე რო არის, ყველა მთელი თამაში რო დროზეა და წამება რო არის და ასე შემდეგ გრძელდება და აი შენ რომელს უფრო აერჩევდი აი ხალხი რო აწამონდა დროზე თუ როცა გადმოდის პერსონაჟი დადის ქალაქში და როგორც GTA რო არის. ნუ ჩემი აზრით GTA უფრო მაინც ანუ როგორ ვთქვათ, შესაბამისია მრავალფერო, ანუ როგორ გაგიხსნათ. GTA უფრო მაინც ჩემი აზრით დამწყების უფრო კაია, რადგან უფრო დიდ არეალს აძლევს მაინც მოქმედების და რაღაცა კანონების და ჩარჩოების ფარგლებში არ სწოვს მოთამაშეს. და შენ განსაკუთრებით რა აი პირველ როცა ჩართე დრაივერი რა მოგეწონა პირველი? ყველაზე მეტად მე მაგალითად მომეწონა მანქანის მოდელები. სადაც მაგალითად საშუალება მქონდა ნებისმიერი მანქანის მოდელი გამომეცადა და მეინახა იქ. ასევე მისიების დროსაც რა თქმა უნდა მოდელების თუ გვახსოვს ერთ იმაში რა ქვია Secret Locations-ზე არის Mr. Bean-ის მანქანა. მინი არის ყველა ვერხსნი და ვერპოლო რა მიწის ქვეშ რაღაც ტექსტურებში იყო ჩავარდნილი და ასე შემდეგ. და შენ რას დაუწერდი ამ დრაივერს ადბალიანი სისტემიდან? ადბალიანი სისტემიდან მე დაუწერდი 8-ს მაინც. ანუ და თქვა სიუჟეტში რა მოგეწონა რა არის სიუჟეტი მთავარი ის რა არის სიუჟეტში? სიუჟეტურად? სიუჟეტურად მთავარი შემთხვევის რა არის? და რა ვიცი? ალბათ იმისთვის ბრძოლა. რომ სიუჟეტად მე შემოსულიყა ეს თამაში მე კარგად არ მახსოვს მართლა. მე უბრალოდ კარგად მახსოვს ამ თამაშის პროცესი, კი, ძალიან კარგად ნამდვილად, მაგრამ სიუჟეტურად ნამდვილად არ მახსოვს ეს თამაში. ოკეი. ჩვენ უწევთ ამას 8 ფულას 10-დან. მოდი გადავიდეთ შემდეგ თამაშზე. შემდეგი არის Duke Nukem. Duke Nukem-ი უძველესი თამაში მართლა Sony PlayStation-ზე, ალბათ ყველას ახსოვს ეს თამაში. ეს სხვა ემულატორებზეც გვახსოვს კი ნამდვილად. იყო მე მგონი სუარჩები Sega-ზეც გამოდიოდა ეს თამაში. Sega-ზეც თამაში აღარ იყო. კი, ნამდვილად. კი, იყო ფანტასტიკური, ძალიან კარგი სფერო სხვადასხვა და მე ერთი ძალიან კარგად ამამახსოვრდა ამ თამაში, რომ 1000-ნაირი იარაღით შეიძლებოდა, რა ვიცი, დაგეხოცა ეს რაღაცა უცხო პლანეტელები და რაღაც მონსტრები და რაღაცა და ეს ძალიან მომწონდა ამ თამაში, მე ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ოლდსკული, ძალიან ძველი პერიოდი მართლა და მე ძალიან პატარა ვიყავი და აი რაც მახსოვს ის ჩამოვყალიბე ამ თამაში. და აი განსაკუთრებით ამ განადგურების გარდა აი რა მოგეწონა უფრო ძნელი რო იყო და ცოტა ის ნერვების მოშლელი რო იყო თუ რო აფეთქებდი რაღაც ხო აი რაღაც აფეთქების მომენტი უფრო მომწონდა რა თქმა უნდა ყოველთვის ბავშვური თემა იყო მაინც და უფრო რაღაცა ეს ყველაფერი დამწონდა მაგრამ სირთულეებიც იყო ასევე და ის სირთულეები პირიქით ნერვებს მეშლიდა რაღაც გარკვეულწილად რომ აი რაღაცა ზემოდან შეიძლება გადმოხტარიყო რაღაც უბედურება და იქ რაღაცა და რაღაცა ძალიან რთული იყო მოკლედ. ანუ გრაფიკაც ზღუდავდა ბევრ რაღაცაში მაინც ასე თუ ისე რა. და შენ ამდენს დაუწერდი ადბალიანი სისტემა. Duke Nukem-ს დაუწერდი 7-ს. გადავდივართ შემდეგზე. ეს შემდეგი თამაში არის რაღაცა სწავლი Half-Life. Half-Life. მე მახსოვს ამ თამაშზე რომ საერთოდ იყო პერიოდი რომ რაღაცა მომენტი იყო თამაშის, რის მერეც მე თამაშს ვერ ვედავდი ელემენტარულად, იმიტომ რომ ეს რა სტრაშელკა გარკვეულწილად მომგოდიში რომ ჟარგონი მიხმარე, საშინაობათა ჟანრი იყო მაინც ასე თუ ისე და რაღაცა მომენტები იყოს გამოხტომები და რაღაცები და მე Half-Life-ში ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა აბსოლუტურად რომ ნუ იქ ჩვენ ხედავთ რამოდენიმე ეპიზოდში ხედავთ სამშობლო ლურჯერ მე მგონი კაცი რომელიც ლურჯი ესეთი კოსტუმით დადის და მისი არც მოკლა შეგიძლია არც არაფერი უბრალოდ ხედავ ამ კაცს და ეს კაცი მაღიზიანებდა ყველაზე მეტად ეს კარგად მახსოვს. ანუ ეს არის მეორე ნაწილში კი და ვერსია არის რომ ეს კაცი არის თვითონ გორდონ ფრიმანი, თავის წარმოსახვაში
და იმაში კეისში გადააქვს ტელეპორტი აქვს და ამიტომაც დადის აქეთ იქით. მანამ მესამე არ გამოვა, მაგრამ როგორც გონია არ გამოვა. არ გამოვა. მეორე სამნახაც ველოდეთ უბრალოდ. ხო, აი მეორეს არ თუ ისე დიდი ხანი ველოდეთ, მაგრამ აი მესამეს უკვე კაი ხანია ველოდეთ. გაჭედეს. კიდევ ვერსია არსებობს, რომ იმიტომ არ გამოვიდა Half-Life 3-ის აპირებდნენ, როცა გამოვიდა, მე მგონი Mass Effect 2 Dragon Age 2 და ჩავარდა გაყიდვებში. ძალიან დაბალი გაყიდვები ქონდა და ამიტომაც მაგასთან ერთად აპირებდნენ გამოშვენ, მაგრამ გადაწყვიტეს აღარ გამოვიდა, კიდევ გაუშვეს გაკეთებაზე და დაპროგრამირებაზე და დღემდე არაფერი არის მის და რომ ჩავხედოთ Steam-ში, ხო? ყველა თამაში არის რაღაც Half-Life 3-ის ისინი. კი, მაგრამ ეს იყო Half-Life 3 იყო ამის ძრავა ყველაფერს ჩემი აზრით. აქედან წამოვიდა თუდად ის თამაშობაც საქართველოს შესაძლოა პოპულარული Counter-Strike-ი, Global Offensive და ასევე ძალიან ბევრი თამაში წამოვიდა საერთოდ აქედან Half-Life-იდან ვაფშე. იმიტომ რომ პირველი შუთერი იყო თუ არ ვცდები. კი, პირველი first person shooter იყო Half-Life. აქედან დაიწყო ყველაფერი. უძლიერესი თამაში იყო ნამდვილად. და რამდენს დაუწერ? 10-იანი, სულთა 10-იანი, რა თქმა უნდა. სულთა 10-იანი. მე 17 თამაში რაც არის სისტასტიკის ნაღდი გამოვლინება და როგორ შეიძლება ადამიანი გვაწამოთ სხვადასხვა მეთოდებით გადავდივართ Punisher-ზე. კი ბატონო. რა სიტყვი Punisher-ზე? Punisher-ზე იმას ვიტყვი მე რომ ძალიან კარგია რომ თამაში გამოყენებულია ფილმის ძალიან ბევრი ელემენტი. რა თქმა უნდა შეცვლილია ბევრი რაღაც, სიუჟეტი შეცვლილია რა თქმა უნდა, მაგრამ ფილმიდან არის ძალიან ბევრი რაღაცა გამოყენებული რა თქმა უნდა და მე ზოგადად ფილმი ძალიან მომწონს რა თქმა უნდა. პირველი მეორე ნაგავი. კი, მეორე საშინელება იყოს რაღაც Warzone რაღაც უბედურება იყო მართლა და ჩემი აზრით თამაშის მიმდინარეობს პროცესში ყველაზე მეტად ანუ თითქოს ჩვენ სადისტები შეიძლება გამოვიდეთ ამ თამაშის მოთამაშეები ვიცვართ, მაგრამ ჩემი აზრით ესეთი რაღაცები ცხოვრებაში ხდება და ნუ ფილმიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი დაამგონეს ფილმს ძალიან კარგია და თამაშის პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემი აზრით. შენი საყვარელი ტური რომელი არის? ჩემი საყვარელი ტური აბსოლუტურად ყველაზე მაგარი იყო მესამე ტურია, თუ არ ვცდები, როცა გადიხარ, ანუ ბოლოს გადიხარ ესე იგი ვიღაცა ბებერი ტიპი ხდება მოკლედ და ამ ბებერ ტიპს აგდებ პირდაპირ რაღაც ესეთ საპრეს მანქანაში და ესე წყლიტავს თუ რაღაცას უშვება ეს მომეწონა ყველაზე მეტად და რა თქმა უნდა ბოლოს წინა ტურიც ძალიან მაგარი იყო სადაც მაფიის ბოს კლავაში საერთოდ რაღაცა სასაული წამებით მე მიყვარს ორი ტური ერთი რუს როჩცა ეთქობები ფილმიდან რო არის აღებული და კიდევ კუბოდან რო ამოდიხარ და პულიმიოტით რო გადავული კი ესე ძალიან მაგარი ძალიან მაგარი თამაშია თავისი ანტურაჟი ქონდა თავისი ხედვა ქონდა და წამების რომელი უფრო წამების ყველაზე მაგარი მომენტი იყო კეთხვი ეხლავე მე ძალიან მომეწონა სხვადასხვის მოშვა რა ქვია რაღაც ესეთი თეთრი თუ რაღაც არკისებური ვარიანტია და იმაში თავს ვაყოფინებ ამ იმას უქია პერსონაჟს თუ არ ვსწრები რა და ბოლოს რაღაცა სასწაულს უშვება არ მახსოვს რაღაცა საზრობას და სახეზე იმენა ის თეთრია ეს ტიპი და ყვდება და ვარდება ძებს აი აბსოლუტურად საშინელება იყო სადიზმი იყო ნამდვილად ხელსაც კი აჯობა პირანიები ო პირანია ძალიან მაგარი პირანია და აგდე კრეო კამერაში რო წვალთან აბა თქვი არა რა საოცრება ძალიან მაგარი მომენტია ძალიან მაგარი თამაშია რამდენს დავწერ 9 Punishers და ეხლა გადავდივართ ჩვენი ბავშვობის საყვარელ გმირზე, რომელმაც გვაწამა თავისი სეივებით და ძალიან კაი თამაში იყო თავისი დროისთვის. Spider-Man-ი PlayStation. Spider-Man-ი, კი ბატონო, PlayStation-ი Spider-Man-ი იყო. ნუ მე ერთი პატარა რაღაც მინდა ყოველთვის გვეცინებოდა ჩვენ თამაშობდით რატომ ამ ადამიანობას რატომღაც არ ვიცი, არაზუსტ არ მინახავს Marvel-ის არც ერთ კომიქსში მსგავსი რამე, ეს იღლიებში ქონდა ეს ქსელები თუ გახსოვს. ეს მეორე იმაში Spider-Man-ში იყო. კი. მე კი გამოჩნდა რომელიღაც მულტფილმებშიც გამოჩნდა ეგ და ასე შემდეგ. და იქიდან აიღეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება. ხო, თამაში მართლაც შენი სიუჟეტი როგორც ყოველთვის Sony PlayStation-ს როგორც
ეკადრება მართლა სიუჟეტი არაჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, გეიმპლეისაც არაუშავდა Sony-ს, რა თქმა უნდა, Sony-ს კვალობაზე არაჩვეულებრივი იყო და რაც თავარია, მე ძალიან მომეწონა ექშენი. ხოდაშორის ძალიან კარგი ექშენი ქონდა თავის დროისთვის რა. თავის დროისთვის. თან კიდე ასე თუ ისე გახსნილი სამყარო ქონდა მასში. კი, ბევრად და თავისუფლად ქონდა ასე თუ ისე Sony-ისთვის. Spider-Man-ს წარმოიდგენდი თან Punisher-იც ხვდება ერთ ტურში თუ გახსოვთ და ასე ყველანი ხვდებიან მთელი Spider-Man-ის კომიქსებიდან. Marvel-ი და საერთოდ option. ხო. და შენ რამდენს დავწერდი და რა მოგწონდა ამ Spider-Man-ში განსაკუთრებით, აი რას გამოყოფდი ერთ რაღაცას, რის გამოც ამ თამაში ესე იგი. და პირველ რიგში რა თქმა უნდა გამოყოფდი, ნუ ჯერ დაუწერდი, ჯერ მოდი გამოყოფ და მერე დაუწერ ქულას რა. ესე ჯობია მე მგონი. Spider-Man-ში მე ძალიან მომწონდა ექშენი თვითონ, მოქმედებები რა თქმა უნდა პირველ რიგში. სიუჟეტი კი ბატონო კარგი იყო, მაგრამ მე მაინც ექშენი მომწონდა, რადგან ну ეს რეალობა რა ის ფილმი რო გაქნა ნახი და შემდეგ რო ამ ყველაფერს თამაში გადმოს თან პატარა ხარ ახლა რა თქმა უნდა ჩვენი დროის თამაში არის ძალიან პატარაობის როინდები და მაინც ყველას გვიხაროდა რომ ეს ექშენი გამოგდიოდა და რა თქმა უნდა იქ იყო მომენტები რაღაცა ჩხუბის სცენები და სხვა ილეთებს ამუღამებდი და ეს რაღაცები იყო და ეს ძალიან მომწონდა რამდენს უწევ ამ 9-ს დაუწერდი Spider-Man-ს მაინც ჩვენ ახლა გადავდივართ ძალიან ესეთ თემაზე, სასტიკიდან თემაც არის, თან საყვარელი თემაც არის, Aliens vs Predator. ესე იგი, Aliens vs Predator-ის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მე კონკრეტულად თამაშობდი პირველი გამოშვება იყო, მაგრამ ამ პირველ გამოშვებას ავტომატურად ორიანი ეწერა ყოველთვის. პირველი იყო, რადგან პირველი იყო PlayStation-ზე. PlayStation-ზე უკვე რაც ცოტა ისეთი იყო, არანაკლებად კარგი მაინც. და როცა გამოუშვეს PC-ზე ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო სიუჟეტი. სამივე პერსონაჟი შეგეძლო გითამაშა როგორც ადამიანით, ისევე Aliens, ისევე Predator-ით, დასავლით და უბრალოდ საკმაოდ დიდი ის ქონდა სიუჟეტი. კი, სიუჟეტი უდიდესი ქონდა და პლუს ყველაზე კარგი ის იყო რომ რეალურად ასახავდა ყოველთვის first person მაინც თავისაშვება რა, ნუ პირველ პირში. ყველაზე მაგარი იყო ჩემთვის ამ პერიოდისთვის ეს საშინელება. თან ფილმის ელემენტები იყო ძალიან გადმოღებული, იმიტომ რომ Aliens vs Predator 2 ფილმიდან იყო აღებული აბსოლუტურად ყველაფერი. თითქმის აი გრაფიკული მონაცემები ყველაფერი, აბსოლუტურად ტანკიდან დაწყებული, იარაღიდან მთავრებული, ყველაფერი იგივე იყო აბსოლუტურად. თან ამ თამაშის კაისიც ქონდა კარგი, multiplayer-იც საკმაოდ კარგი ქონდა, სოფლიოში და დღემდე ვთამაშობ ამის multiplayer-ს. და შენ რომელიც გყვარდა უფრო თამაში? რა თქმა უნდა Predator-ით, აცევლით. თამაშს მაგალითად მე, იმიტომ რომ Aliens არ იყოს მაინც შეზღუდული იყო, ასე ვთქვათ, იარაღის სფეროში, ასე ვთქვათ. Predator-ს ბევრი საინტერესო იარაღი და რაღაც კარგი რაღაცები მქონდა. თან ფილმიდანაც ძალიან მაინტერესებდა ეს პერსონაჟი და შენ ადამიანით დახურე თამაში. ადამიანი დავხურე მე თამაში, მაგრამ ძალიან მიჭირდა და დიდი ხნის გამომიჭირდა, რომ ძალიან მისჩინოდა. შიშია ყველაზე კი, საშინელება იყო და ჩემმა ძმამ დახურა პატარამ და მე უკვე ჩემთავს ვაჯობე, რომ ჩემმა ძმამ დახურა და როგორ შეიძლება, რომ ეს მე ვერ დავხურე. დაბლდ დახურე ადამიანითაც. და შენ რამდენს დავწერე? 10-იანი, აბსოლუტური 10-იანი. აბსოლუტური 10-იანი. და ჩვენ გადავდივართ ტლეპა კილერზე. რომელმაც მოახდინა სენსაცია თავის ჟანრში, Hitman-ი. Codename 47. იბატონო. კი. ნუ მე მაგალითად Hitman-ის თამაში დავიწყე კონტრასტიდან. პირველი იყო ჩემთვის კონტრასტი. ნუ ავიცი საოცრება მართლა, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის გადმოცემული აბსოლუტურად იმ ადამიანის ცხოვრებაც, ვისაც ანასახიერებს ეს ყველაფერი. ანუ თვითონ Hitman-ზე მაქვს ლაპარაკი 47-ზე. და პლუს არჩეული მისიები გაქვს. ცოტა იყოს რთულია, რა თქმა უნდა, ყველაფერს, ნუ ბევრი თამაშობს თავის სტილში გავარდება გიჟივი, დახოცავს ამ ყველაფერს და რაღაც თქოს გადის მე-4 შეგვიძლია თქოს რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ საინტერესო პროცესი სწორედ ის არის, რომ მისიას მიყვებით. ჩვენ და ვამოწევთ სწორედ იმ ოთახებს, რაც უნდა გამოვიდეთ, რაღაც უნდა ავიღოთ, იქ რაღაც ფორმა უნდა გადავიცვათ და ასეთი რაღაცა და პლუს სულთან კოლეული ინსტინქტები რა თქმა უნდა. არა, ზოგჯერ იყო ხოლმე ესეთი ფორსმასორული სიტუაციები, გამოდის იქ ვიღაცას ელაპარაკება, ვიღაც ჩინელი არის. ხო. გამოდის ოთახი და შენ ჯერ კლავ და შენ შედიხარ იმ ჩინელის ფორმით და
ხო, ნამდვილად ეგ ნამდვილად არალოგიკურია ბევრ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თამაშის პროცესისთვის ჩემი აზრით ცუდი არ არის მაინც. ნუ თავისი დროისთვის შვენიერი თამაშია. და აი ბოლო ჰიტმენზე რა სიტყვა Absolution-ზე, რომელიც საერთოდ ამოვარდა ჟანრიდან და გახდა რა სიუჟეტური ის სიუჟეტური ჰიტმენი გახდა. რაც არ ქონდა სხვებს. კი, ნამდვილად. ნუ Absolution-ზე მე მაგალითად ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს, რომ Absolution-ი მართლაც აბსოლუტურად კარგია. იმიტომ რომ გადავიდე სიუჟეტურად და უფრო ბევრი რაღაც გავიგეთ მაინც ასე თუ ისე ამ მისიების თუ ასე ბევრი რაღაცა ისეთ რაღაცას აიხადა ფარდა რაც აქამდე არ ვიცოდით მაგალითად რა. პლუს ძალიან მომწონს მომენტები, სწორედ აი ეს ფორსაჟურ მომენტებს ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ აი მაგალითად ჩინელის ფორმით შედიხარ და გამოდიხარ და აქ მომენტი არის რომ კების ჩამოწევა შეგიძლია რომ არ შეგამჩნიო და ბევრი რაღაცა აცნაირი მომენტი არის, ვისაც გასწორებულია. რუსული ლოკალიზება იყო რაღაცა სწავლი ერთ ტურში მახსოვს რომ ეს შერიფის ფორმას იწმევ ის რუაში რომ უცბად ტრთავ ხუციფარა და ისინი ეს კაცია. საინტერესო მომენტი არის გამოსცეთა მეც. სისულელე მომენტებიც იყო, მაგრამ ძალიან სახალისაც იყო და კარგიც იყო. თვითონ ჰიტმენი კიდე არის იმისი იყო გაკეთებული, რომ სულთა გათვლა იყო, არანაირი ემოციები, არაფერი. ჩვეულებრივ ხოცოჟილეტვა იყო აქ, სიუჟეტი გვანახეს ეს. ხოლო კარგია, რომ ისე ბრუნდება ძველ ჟანრში ბრუნდება, უდიდესი ისინი ლოკაციები გვექნება. თვლიან, რომ ეს არის ყველაზე დიდი ჰიტმენი, რაც გამოვა 2016 წლის 11 მარტს. და შენ როგორ შეაფასებდი ამას? ანუ 10-დან შევაფასო თუ ჩემი ხედვა გაგიზიარო? ჯერ შენი ხედვა გამიზიარო. ხო. ახალ ჰიტმენზე მელაპარაკებით. ხო, ახალზეც და ძველზეც, აი რა არის ახალში ის, რაც არ იყო ძველში, თქვა, აი რა გამახსოვრა. ჩემი აზრით ძველში საერთოდ მე ის რაღაცას ვიტყვი საერთოდ რომ ძველ თამაშის მაინც რაღაცა თავის ხიბლი აქვს. რაღაცნაირად არ ვიცი, რა აქვს ასეთი რომ მოგწონს ფილმებისაცია მე მგონი რაღაცა. აი თვითონ ახალში ბევრი რაღაცა დამატებულია, განვითარებულია, ბევრი რაღაცა შეცვლილია. კარგისკენ რა თქმა უნდა მაგრამ აი ის ძველისკენ მაინც მივიწევთ მაინც რაღაცა თითქოს ჩავჩით იმ საუკუნეში და იმ დროში რა თქმა უნდა რა ნოსტალგიურები ვართ ალბათ მაინც და მოგწონს ნუ ჩემი აზრით არაფერი არ არის შეცვლილი ისეთი ნუ ხა ძველ ჰიტმენში მაინც ყველაფერია ისეთი რაც ახალ ჰიტმენში მეგონი ერთი და იგივე რაღაცა შეიცავს და პლუს იქ ბევრი რაღაცა გასწორებულია მაგრამ ნუ ჩვენ მაინც ამ ძველს თამაშობთ რატომაც გვიყვარს ნუ ახალი ჰიტმენს რა თქმა უნდა დაველოდები და ძალიან შენ უყურე აი ბოლო ჰიტმენის ტრეილერს ეს მონაზონები და ეთიანები და რაღაც Absolution-ზე აი ახლა ახალი რო გამოდის ახალი ტრეილერს არ მიყურებია და მაინტერესებს შეგეშო მან ძალიან დაამსგავსეს ახალი ჰიტმენი პორნოვარსკვლავი რო არის ჯონი სინსი ანუ სახე ძალიან უგავს და ძალიან ბევრს გადაობერო თელ შემდეგ ფილმში ჯონი სინსი და ჰიტმენი ნამდვილად არ მინახავს და უცებ ნახავ რამდენს დავწერდი ამ 10-იანი უწერთ ჰიტმენს და გადავდივართ ძველ შუტერზე რომელიც დაიხურა, გაიყინა და საერთოდ დაიწყო ეს პროექტი თანამედროვე დროში Medal of Honor-ი Medal of Honor-ი ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ თანამედროვე არაფერი არ გვაქვს საერთოდ Medal of Honor-ში, მაგრამ ძველი Medal of Honor-ი ჩემი აზრით თავის დროზე даже Call of Duty-ს კი აჯობა, მე მგონი რაღაც პერიოდში იყო პერიოდი, როცა Call of Duty-ს კი აჯობა, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი იყო ჩემი აზრით და ბევრი ისეთი მომენტი იყო დამატებული, რაც აი ისტორიულ ბრძოლებს ეხება ძირითადად, აი მაგალითად Pearl Harbor-ის ბრძოლა, არ Pearl Harbor-ზე არა, მე მგონი ნორმანდიის სანაპიროების ბრძოლა არის გადმოცემული თავიდან ბოლომდე ზუსტად აბსოლუტურად და ეს ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მე ძალიან მომეწონა. ხო, Medal of Honor-ზე ის კიდე შემიძლია ვთქვა, რომ გრაფიკაში რა თქმა უნდა მოიგოჭლებდა Call of Duty-თან შედარებით, რა თქმა უნდა. Ну, ბევრი ის PlayStation Call of Duty საერთოდ გამოვიდა იმაზე PC-ზე გამოვიდა პირველივე და ის ჯერ PlayStation-ზე იყო და რა ვიცი 1000-ნაირი ვარიანტი არსებობდა. მე ნახონორი ძალიან კარგი თამაშია, შემიძლია პირდაპირ თქვა უბრალოდ, მაგრამ მაინც აკლდა ბევრი რაღაცა ჩემი აზრით ამ თამაშს რა.
მაგრამ თავისი დროისთვის შესანიშნავი თამაში იყო. რამდენს დაუწერ ჩვენ მე დავუწერ? მე ჰორს დავუწერ 7-იანს მე. თუ 6. მოდი 6-იანი დავუწეროთ 7-იანი ზონა წამატებული. ხო, ცოტა რაღაც ზედმეტია. და ჩვენ გადავდივართ მატყუარა მელაზე, Crash-ი. Crash-ი. მე ძალიან კარგად მახსოვს, სულ თავიდან მე Crash-ი დავიწყე, Crash Sim Racing-ით, ანუ ეს გონკების ვარიანტი რო ქონდა რაღაც მომენტი და მოძრაობა. ნუ ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და რატომაც ჩემთან რატომაც შედარებით რომელსაც Bandicoot-ი ქონდა თავიდან თამაშები, იმიტომ რომ Bandicoot-ი გამოვიდა პირველი აბსოლუტურად და მე გამოვიდა Racing-ი ვაფშე. მე მქონდა თამაშები Racing-ი და მე ვითამაშე Bandicoot-ი აბსოლუტურად და რატომაც მე Racing-ი უფრო მომეწონა ბევრად. იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაცა საინტერესო ჩემი აზრით ხა ნამდვილად ვერ იქნება ისეთი როგორც Bandicoot-ი, რადგან რაღაც განვითარება არ აქვს რა თითქოს ასე თუ ისე მაინც. შედარებით რაღაცა კი რაღაცა ვიგებთ, რაღაცა კრისტალები 1000 რაღაცა, მაგრამ ნუ მაინც კარგია ჩემი აზრით და საინტერესო აიქშენია რა მაინც ასე თუ ისე და ბევრად მომეწონა მე ეს. და სასაცილოც არის. კი, სასაცილო, ბევრად სასაცილოა კი ნამდვილად. ხო, Bandicoot-ზე რა შემიძლია თქვა, რომ Bandicoot-ი იყო მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური თამაში იმ პერიოდისთვის აბსოლუტურად, იმიტომ რომ 1000 რაღაცა შეიძლებოდა გაგეკეთებინა და რაღაცა იქ იყო რა secret ვარიანტები, რაღაცები გამოტეხვები 1000 რაღაცა და რაღაცა ბონუს ტურები და საბოლოოდ ისე იხურებოდა ეს თამაში, რომ მე მგონი დროს ვერ მომჩნევდი საერთოდ როგორ გადიოდა დღის განმავლობაში. იმდენად გვიყვარდა ჩვენ თაობას. მე მგონი ადამიანი არ არის, მე მგონი საქართველოში არ უთამაშია საერთოდ ეს თამაში. ყველა გოგო ბიჭია თუ ქალია თუ კაცია, მე მგონი ყოველს უთამაშია აბსოლუტურად. ძალიან კარგი თამაშია Crash-ი. რამდენს დაუწერ ჩვენ Crash-ი? Crash დაუწერ რუიანს. რუიანი ჩვენ Crash-უნას. და Winning 11. Winning 11-ს მე ავწერ, ესე იგი ეს იყო პირველი სიმულატორი, ფეხბურთის სიმულატორი, რომელიც საერთოდ გამოვიდა, მე მგონი, ანუ ცოტა რეალობასთან მიახლოებული, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ Sega-ზე და Nintendo-ზე იმდენად ცუდი ფეხბურთი ქონდა, რომ ძალიან პატარა იყო, ერთ წამში უკვე რო გულსიკა. კი, და რაღაცა იქ კამათელს გავდა ეს ბურთი და ძლივ დარბოდა, დახტოდა და აქეთ და Winning 11-ს ძალიან ბევრი განვითარება მიცეს ზოგადად და უბრალოდ ამ თამაშს ისაკლა უბრალოდ რომ ეს თამაში გააკეთეს იაპონელებმა და ცოტა არ იყოს მოიკოჭლება, მაგრამ ყველას უყვარს აბსოლუტურად მე მგონი ეს თამაში, ვისაც გავსი სიმულატორები მოწონს այդ ფეხბურთის სფეროს ლაპარაკობ. შემეცი რომ დიდად არ გიჟდები ფეხბურთზე მაინც და მაინც. ხო. მე ლაპარაკობ ან სიმულატორის ფეხბურთის სიმულატორები მოწონს, ძალიან უყვართ ეს თამაში და ნოსტალგიაში არის. მე დღემდე ვთამაშობ ამ თამაშს. და რამდენს დაუწევთ ჩვენ Winning 11-ს 9-იანი. 9-იანს უწევთ Winning 11-ს. და მოდი ორი თამაში გვაქვს და თითქმის ერთი და იგივე არის და მოდი ერთად განვიხილოთ StarCraft-ი და Warcraft-ი. Warcraft-ი და StarCraft-ი Blizzard-ის ორი ასწავლო კარგი ნაწარმოები, აუ საოცრება არის მართლა. StarCraft-ი უფრო ეხლა ითვლება რომ უფრო კორეულია, იმიტომ რომ კორეელები თამაშობენ. კი, ეს ნაციონალური სპორტია საერთოდ. კორეაში. აბსოლუტურად და რაც შეეხება Warcraft-ი რა თქმა უნდა გამოვიდა StarCraft-ის შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, ჯერ მარტო Warcraft-მა ძალიან დიდი ევოლუცია შემოიტანა, ესე იგი სტრატეგიული ჟანრი თითქოს რაღაცა action-ს გადაიტანა პლუს და რაღაცა გამოვიდა შემდეგ World of Warcraft, რომელიც ონლაინი ვარიანტი იყო საერთოდ და ონლაინი იყო და ვაფშე განსხვავებული იყო აბსოლუტურად კი მირი და 1000 რაღაცა სიუჟეტი სასწაული კარგი ქონდა ამ თამაშს. ну Blizzard ახასიათებს საერთოდ მშვენიერ სიუჟეტები აქვს და რა ვიცი აი ეს რაღაცა ინტერესით რო უყურებ თამაშის პროცესი უკვე აღარ გაინტერესებს ხანდახან სიუჟეტს დაუყურებ ბევრად კარგია და რა ვიცი აღარ ჩაუღმავდები მოდი ამ Warcraft-ის სიუჟეტებს მაგრამ როგორც თამაში ყო არა შოულობდი და მართლა შედევრი Blizzard-ს მართლა ბრავო თამაშის რამდენს დაუწევთ 10-იანს 10-იანი რა თქმა უნდა Warcraft და StarCraft-ი რა შემიძლია ვთქვა რომ StarCraft-ი თითქმის იგივე ვარიანტია, ოღონდ კოსმოსში ხდება ეს ყველაფერი ჩემი აზრით, ოღონდ ну განსხვავებული სიუჟეტი რა თქმა უნდა, მაგრამ აი გავს ძალიან ეს თამაში. StarCraft-ი უფრო მე მგონია რომ არის უფრო მასშტაბური, რადგან უფრო დიდი ჯარები და კი, რა თქმა უნდა, მაგრამ StarCraft-ს იცი რა აქვს, ну გრაფიკის ნაკლებობა ქონდა რა თქმა უნდა, 98 წელს არის თამაში გამოცემული და მე მგონი უმეტესობას ამ პერიოდში კომპიუტერის კი არ ქონდა, მეტად სახლში რო ეთამაში.
შენ ცოტა მერე დავიწყეთ ამ ყველაფერს თამაში. StarCraft-ი მე მაგალითად 2009 წელს აღმოვაჩინე საერთოდ. ასე რომ აი დრო გავიდა. StarCraft-ს 10-იანი რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკა ჩამოვარდება ბევრად. ჩვენ გადავდივართ Fast and Furious. Need for Speed. Need for Speed მე ძალიან მოკლედ შემოვიყვან. Need for Speed Underground 2-ს თამაშობდი მე. Underground 1-ი დავიწყე თქო, მაგრამ 2 მომეწონა ბევრად. PlayStation-ზე არ თამაშობდი Need for Speed. PlayStation-ზე ხოდა Need for Speed არ მითამაშია მე. მე ვიყავი გონი ერთ-ერთი ბავშვი, რომელსაც Need for Speed PlayStation-ზე არ ქონდა დათამაშები. და ჩემი მეგობარი თამაშობდა ხოლმე ძალიან შედა უყურებდი ხოლმე სხვათა შორის. იმიტომ რომ რაღაცა მაინტერესებდა რა მოწონდა ამ თამაშში. შემდეგ უკვე მე უცე გრაფიკით გაჯერებული ის თამაში ნახე. მე მგონი 2003 წელს გამოუშვეს პირველად. Need for Speed ბევრად კარგი იყო, გრაფიკული ელემენტები დამატებული იყო. თითქოს მანქანა რა ვიცი, მომენტებში დაფრინავდა კიდევაც ასევე და რა ვიცი, 1000 რაღაცა. 1000 ნიუანსი რაც კი შეიძლება. მე დიდად არ ვარ მოყვარული ბოლილების და მსგავსი თამაშების, მაგრამ აი Need for Speed მაინც განსხვავებულია და რაღაცა თითქოს საერთო ზოგადში ჯდება რა. Need for Speed რამდენი ზავს? მართლა ჩვენიერია. 8-იანი. 8-იანი თავის შაშშენიერია. და გადავდივართ Dino Crisis-ზე. რა სიტყვა Dino Crisis? რომელი ნაწილი მოხდეს ჯერ აქედან Dino Crisis. მე მგონი ყველა ნაწილი მოხდეს აბსოლუტურად, მაგრამ მაინც გამოყოფ ყველაზე კარგი იყო ჩემი მეორე ნაწილი. როცა ჯუნგლებში ხდება. ხო, და კაცი ჯუნგლებით თავარი. კი, შვენიერი იყო, მაგრამ ნუ სიუჟეტის მხრივ მაინც პირველიც უფრო მომეწონა, იმიტომ რომ პირველი უფრო საშიში კი, ბევრად და რაღაცა დინო თავიდან რომ პირველ რაღაც დასაწყისშია მე მგონი დინოზავრი თავიდან შემოვარდება ამ ფანჯარაში და იქ არ ვიცი სად გადავხტარიყავი მე თვითონ არ ვიცოდი. საშიშიც არის და პლუს თან უფრო საშიშია ქალი ყავს თავარი პერსო. პირველ საშიშია რა თქმა უნდა კი. ხო, თან საკმაოდ ლამაზი მანდილოსანია. ხო, და პლუს ის რა არის პირველში უფრო ირკვევა რა ხდება საერთოდ არავინ აზზე არ არის მე მგონი რა ხდება საერთოდ ვაფშე. რაღაცა როგორც ხდება ხოლმე აგზავნიან რაღაცა ობიექტზე ამ რაღაცა სამ გულად ჯარისკაცს ასე ვთქვათ. და შემდეგ ისინი არ ყვავენ თუ მიაღაზა მუტაციური ცვლილებები ხდება და ასე შემდეგ. სიკა ერთი სიტყვით იაპონური Resident Evil. კი, აი ზუსტად. იაპონური, ოღონ დინოზავრებზია ეს ყველაფერი. რამდენს დავუწერ ჩვენს დინოზავრს? 9-იანი. 9-იანი ჩვენს დინოზავრს. Capcom-ს ახალციადებს და ეს სტილში გააკეთა Capcom-მა ძალიან მომეწონა ამ თამაშს. ისე გვხვდება ჩვენი იაპონური ჰორორი, ასე ვთქვათ, Alone in the Dark. Alone in the Dark. მე ამ თამაშის ერთადერთი ასე ვთქვათ ვერსია მაქვს ნათამაშები მარტო ეს არის 2008 New Nightmare PlayStation-ზე გამოვიდა ეს თამაში თუ გახსოვს არ ვიცი New Nightmare ქვია ამ ვერსიას და ძალიან მაგარია ანუ ესე იგი პერსონაჟი და თავი რო იწყება ანუ ეს თვითფრინავით რომ მოფრინავენ და რაღაც ჩამოვარდებიან რაღაც კუნძულზე აგზავნიან ამ ერთი არის დეტექტივი და მეორე არის უბრალოდ დაინტერესებული პირი ასე ვთქვათ ჩემი თუ ამ ქალს არაფერი არ გააჩნია აბსოლუტურად ეს კაცი კერძო დეტექტივია და ედვარდ კერნბია თუ არ ვიცი თავი გმირი და რა ვიცი საინტერესოც არის ბევრად აი რომ Dino Crisis-თან მაგალითად შევადარებ მე ის უფრო სიკრეტული ვარიანტია რაღაც უფრო გამოცანები და ბევრად უფრო ძნელია თამაში, იმიტომ რომ აი ტყვიების შოვნაც კი ძალიან ძნელია უბრალოდ და მე თავიდან მახსოვს და ერთ-ერთ დროს ვერ გავდიოდი უბრალოდ დასაწყისში რამოდენიმე წამი გავიდა ვერ გავდიოდი ელემენტარულად ვერ გავდიოდი. სანამ არ გავიგე რაღაც ლოგიკა, თამაშს თავისი ლოგიკა აქვს ძალიან კარგი, რომელსაც უნდა აუვალო და ითამაშო. თუ რა თქმა უნდა ჰორორის ჟანრი მოგწონს. და რამდენს დავუწერდი ჩვენ Alone-ას? 9-იანი. 9-იანი Alone in the Dark. და 2008 წლის Alone in the Dark-ი გაქვს ნათამაში. არა, სამწუხაროდ არა. სამწუხაროდ არა. მაგრამ ისი ძალიან კაია, მაგრამ მექანიკა აქვს საზისყარი. და გადავდივართ გადასარევად დაწყებულზე და ბოლოში გადასაგდები თამაში რო გახადეს Resident Evil-ი როგორც ფილმები. ზუსტად აი თან ქრონოლოგია დაეთქვა. მესამის მერე ეს ფილმი არაფერად არ ვაგო და თამაშიც არაფერად არ ვაგო და აბსოლუტურად. სამის მერე ყველა.
აი რაღაცა დაემართა თავისი, რა მოვიდა. აი ფილმზე მახსოვს ყველაზე კარგად, როცა გამოვიდა ვიყავი პირველ კურსზე და მეგონა всё ეს იყო ბოლო ნაწილი, თან ისე გამოაცხადეს ბოლო ნაწილი არის Resident Evil-ის, რომ თელეფონი დავხარ VIP ბილეთი ვიღე, პოპკორნი რაღაც, ყველა რომ ჩავჭდარი ყავი და ოღონდ გიყურებინა. არა, უყურე და ბოლოში ფული დააბო. აი მართლაც რომ რა საშინელება იყო. აი მესამეში იგრძნობოდა ეს სულელებები უკვე, მაგრამ მაინც ასე თუ ისე იმდენ კარად გამოყანილი რომ ყურება დღეა და მესამე ნაწილი. მომდით ჩვენ ხა ფილმზე ძალიან გადაუხვიეთ იქ. ხო, მაგრამ თითქოს იგივე ხდება. იგივე ხდება, მართალია კი, ნამდვილად კი. ნუ PlayStation-ზე იყო სამივე ნაწილი, არაჩვეულებრივი იყო სამივე. რა ვიცი, ყველაზე მაგარი თამაში ალბათ ამ სფეროში, ჰორორის ვარიანტში. მაგრამ ისა პოლ ანდერსონმა ისკნა რომ ძალიან რომ ლეონ კენედი საერთოდ ბოლოში მოაშორა საერთოდ ბოლოში ლეონ კენედი იყო რისგანაც დაიწყო ყველაფერი და ბოლოში რომ გამოაჩინეს ახლა ბოლო ფილმში ეს ძალიან სირცხვილი იყო თან რომ ჩავთვალოთ ის რომ მილა იოვოვიჩი მისი ცოლია ის აერჩიო ცოლს რა თქმა უნდა ამიტომაც და აი თვითონ ლეონის ისტორია ძალიან კარგად არის გაკეთებული ნებისმიერ Resident Evil-ი ძალიან კარგად იწყება. აი პირველი და მესამემდე იწყება ძალიან კარგად და როცა უღრმავდებით თამაშს, უკვე რაღაც ინტერესი იკარგება რა და ანუ ჩოლებრივი ზომბებისგან იქცევია რაღაცა უბედურებად მუტაციის შედეგად საზრობა და ეს უკვე Resident Evil-ი აღარ არის Resident Evil-ი რაც ჩვენ გვიყვარდა რა. ხო. ეს იყო ჩავე როგორც ზომბი აპოკალიფსი რაღაც, მაგრამ ეგონათ იაპონელებს რომ მალე დაეკარგებოდათ ინტერესი და რაღაც უფრო კაი სიუჟეტი რომ მქონოდა ამას, გაკაჩავდა ძალიან კარგად. ჩემს რიმეიქიც კარგი იქნებოდა რომ გაიკეთებინათ საერთოდ სიუჟეტად. არა, HD კოლექცია არის ამისი, რომ კი, მაგრამ უფრო რაღაც უფრო თანამედროვე სტილში ბევრად უფრო შეიძლება და უფრო რაღაც უფრო კაი რიმეიქის გაკეთება ჩემი მიზნით. მაგრამ თუ დაიწყეს Resident Evil-ის გადატვირთვა, გახდია როგორც თანამედროვე Tomb Raider-ს. საერთოდ რო არ გავს Tomb Raider-ს. კი, მე მგონი მსგავსი იქნება. მე მგონი PlayStation ის ნოსტალგიური PlayStation-ი ჯობია, მე მგონი მაინც ყველაფერს ჩემი აზრით. ამ თამაშს ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ცალკე გადაცემაში ვისაუბროთ, იმდენად დიდი თამაში, იმდენად კარგი თამაში, იმდენად საყვარელი თამაშია, კი. რამდენს დაუწერ? 10-იანი რა თქმა უნდა Resident Evil. Resident Evil მესამე ნაწილამდე მომდით ის გავითვალეთ. სპეციალურად წიხი გავუკეთეთ რომ მესამე ნაწილამდე კი. აქ გადავდივართ სპარსეთის პრინცზე, რომელიც იყო თავის დროში თავის ჟანრში გახსნა. ძალიან კარგად გააკეთა ის ზღაპრული სამყარო, ძალიან კარგად გააკეთა Ubisoft-მა და მოიგონეს თვითონ, მაგრამ თუ გავიხსენოთ 80-იან წლებში, როცა გამოვიდა პირველი Prince of Persia, მთელი თამაში 1 საათში უნდა დაგეხურა, თუ ვერ მოასწარი, ისევ თავიდან იწყები და რაღაც აშინება იყო, მაგრამ Ubisoft-მა კაი რაღაცა. კი, ეს ტექნიკური ხარვეზები იყო, რა თქმა უნდა. და რას ფიქრობ Prince of Persia-ზე? Prince of Persia-ზე რა შემიძლია ვთქვა, ესე იგი Prince of Persia თავის ჟანრში, რა თქმა უნდა, საუკეთესოა ერთ-ერთი. სამწუხაროდ ერთი ნიუანსი ის არის, რომ მე Prince of Persia ძალიან ღრმა ბავშვობაში მოვიდა თამაშები. და სამწუხაროდ ბევრი რაღაც არ მახსოვს ამ თამაშზე, მაგრამ აი ეს ტრიუკები და კედლებზე გვერდიან სირვილი, დროის უკან დავრუნებები და 1000 რაღაცა ნიუანსები ძალიან მომწონდა, ექშენი მომწონდა. სამწუხაროდ სიუჟეტი კარგად არ მახსოვს. მაგრამ ბევრი კარგი მომენტი იყო, მაგრამ ერთი ის მაღიზიანებდა ძალიან, რომ აი რაღაც მომენტები იყო, როცა მტერი ყავდა, რომელიც არ ყდებოდა რა 9 საათის განმავლობაში და აი ეს მაღიზიანებდა ყველაზე მეტად. ერთი ნაწილი მაქვს, მგონი ნათამაშები მე მარტო Prince of Persia-ს. პირველი? კი, თუ არ ვცდები პირველი ან მეორე იყო, არ მახსოვს ზუსტად. რომელი სისხლიანი იყო თუ უფრო ზღაპრული იყო? უფრო ზღაპრული ვარიანტი. მაშინ პირველი. ხო, პირველი ნაწილი. ან თუ მესამე. მან მეორე მხარეც ხო არ ქონდა, ხან იქცეოდა ხოლმე. არა. ესე იგი პირველი ნაწილი გაქვს შენ ათამაშები. მაგრამ მეორე ყველაზე კაი არის. მეორე უფრო სისხლიანი, უფრო ადულტ თამაში არის და ყველაზე კარგი ნაწილი მეორე არის. მე რაც მითამაშია ამ Prince of Persia. მესამეც ეგეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახტნენ დედები, ბავშვები გვიფუჭებთო, მანიაკებს ხდითო და მე მანიაკებზე შემდეგ თამაშზე ვილაპარაკებთ, უფრო სამანიაკო თემა ის არის. რამდენს დავწერ Prince of Persia. Prince of Persia-ს 8-იანი ჩემი.
მეგანი შენგა. და გადავდივართ ყველაზე საყვარელ თამაშზე, ყველას რო აქვს ნათამაშები, აბსოლუტურად მე სოფლიოში არ დარჩა ისეთი ადამიანი, ვინცაც არ გაუგია ან არ უთამაშია ეს თამაში, Grand Theft Auto. ეგრეთ წოდებული GTA. ნუ რა ვიცი. მოდი old school-დან დავიწყოთ თავიდან. ნუ პირველი ჩემი GTA იყო Vice City რა თქმა უნდა, როგორც ყველასი აბსოლუტურად. ჩემი მესამე. ხო, მართლა? საინტერესოა. ჩემი Vice City-დან დავიწყე ყველაფერი. აბსოლუტურად ცხოვრების როგორ გითხრა, ანალოგი, რასაც ჩვენ ვაგებთ, იმенно ვაგებდი იქ. უბრალოდ ბევრ რაღაცაში მაინც ჩაზულულები ვიყავით, გრაფიკის ვარიანტი იყო ეს კვლავ. შეგვიძლია მოგვეპარა მანქანები, აგოიარაღი, 1000 რაღაცა გაუკეთებინა პლუს მისიებს ასრულებდით და აი რა ვიცი, დრაივერთან შედარებით მე წერგანო დრაივერზე ვაპარაკობთ, სწორედ ბევრად დიდი სივრცე ჰქონდა და ბევრად დიდი შესაძლებლობა ამ თამაშში. არაჩვეულებრივი თამაშია, ყველას ძალიან უყვარს, მე მგონი გოგოებს კი თამაშობდნენ ამ თამაშს, ძალიან ბევრი გოგოებიც რომ ჩემი დები მაგალითად ორი თამაშობდნენ ამას, ბავშვობაშიც ძალიან უყვარდათ. და ყველას მეტად მაღიზიანებდა მე მაგალითად ამ თამაშში, რომ ყველა თამაშობდა ეს თავის ვარიანტში, საერთოდ მისიებს არ აქცევდა არავინ ყურადღებას. მისია ვისაიდა როცა მანქანი შეიძლება იყო და ჩიტი ჩაწერე და რაზმი და ისე. ხო, მე მაგალითად პირიქით, უფრო მისიების ვარიანტი მომწონდა ამ თამაშში საერთოდ. კი, იყო ის მომენტებიც, რომ რაღაცა შეიძლება პოლიცია გვიკიდებინა, რაღაცა დაგვეხოც 1000 არა ხალხი და რაღაცა. მაგრამ ერთ ტანკს ჩამოაგდებდი და შოოდა. ვეღარც გაჩერებდი. ვერავინ ვერ გაგაჩერებდა. ეს სანამ კოდებს ვისწავლედით, მანამ და გვიჭირდა. არა, ნებისმიერ ინტერნეტ კაფეში, სადაც შევდიოდი, იყო GTA და კოდების ორი ფურცელი. ჩემ დროს არ იყო ეს. არ ვიცი. ეტოვაში სხვა ინტერნეტ კაფე. ხო, არა, მე ზოგადად საერთოდ სხვა ქვეყნის კულტურაში ვარ გაზრდილი საერთოდ, ალბათ მაგიზვრალიც არის, ალბათ იქ საერთოდ სხვა ფენომენი იყო. და საქართველოში? კი, საქართველოში სხვა ვარიანტი. ნუ ესეთი ორი ფურცელი იყო, ისე სუჩით კოდების და ითამაშეთ ხალხი რომ გაერთეთო. კი. San Andreas-ზე შემიძლია ვთქვა ორი სიტყვა. ძალიან არ მომწონს, ნუ ეხლა რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ძალიან არ მომწონს პერსონაჟი, თავი პერსონაჟი არის შავკანიანი, მაგრამ თან მომწონს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს უბანი მომწონს ზოგადად მის ძალიან. რაღაც მიმიკები და ნიგერების თავს ვთქვათ, ნიგერები ცოტა ისეთი სიტყვა, იმედი ამოვჭრეთ ამას. მაინიგა და რაღაც. ეს ლაპარაკის მანერები და 1000 რაღაცეები. San Andreas ბევრად უფრო განვითარებული და კარგი იყო. რამდენს დავწერ, რო არ ჩავთვალოთ მე-4 და მე-5 ნაწილი. რუიანი. და გადავდივართ კიდევ სიმულატორზე, ეს არის Call of Duty. და რა სიტყვოდი შენი აზრით Call of Duty-ზე? ნუ Call of Duty-ზე როგორც Medal of Honor-ში ვილაპარაკეთ, რამეს კიდევ დაამატებდი იმას. ბევრად უფრო განვითარებულია და ბევრად უფრო ლამაზი თამაშია და ბევრად უფრო საინტერესო. Medal of Honor-თან შედარებით, მე ამას ვთქვი. და რამდენს დავწერდი Call of Duty-ს? მაგრამ old school-ი იყო, მაგრამ Modern Warfare-ამდე. Fire-ამდე დავწერდი გამყარებულ Ruins. და გადავდივართ Pro Evolution Soccer 2006-ზე. შენ საყვარელი ნაწილია. ნამდვილად. ფეხბურთის სიმულატორები. მე მგონი ამაზე მე მარტო მომიწევს ლაპარაკი მაინც, იმიტომ რომ კომენტატორი არ ხარ მაინც და მაინც ამ საკითხში ალბათ. ზოგადად ფეხბურთელებს, ზოგადად ფეხბურთის ძალიან დიდ გულშემატკივარს, რომელსაც უყვარს ფეხბურთი გიждდებიან. ეს თამაში ძალიან მოეწონებათ ჩემი აზრით და ჩემი რჩევარი რომ მოწყდნენ ახალ სიმულატორებს და გადმოდით ისევ ძველზე 2006-ში ითამაშეთ, მე შემიძლია საკუთარი პაჩიც კი მოგეწოდოთ, რომელიც გაკეთებული მაქვს 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მე წვალობდი. ასევე ძალიან ბევრი კარგი ლამაზი ნიუანსი ამ თამაში ჩართული, რაც მის შემდეგ გამოშვებულ ვერსიებს ჯობია და პლუს გუნდები რა თქმა უნდა თავისი შემადგენლობებით, რომელიც აი ყველა დროის საუკეთესო იყო მართლაც 2006 წელს. მაგრამ ეს ფეხბურთის სიმულატორები და სიმულატორები საერთოდ იმაშია ცუდი, რომ რაც უფრო ახალი გამოდის, ან უკეთესობისკენ მიდის, რომ გრაფიკა და უფრო კარგად ჩანს ფეხბურთელები და რასაც აკეთებ. და შენ მაინც და მაინც, ანუ თანამედროვე ახლა გამოვიდა 2 კვირის წინ Pro Evolution Soccer 2016.
და იმას გირჩევნია ეს? ბევრად, იმიტომ რომ მე 2016, 2015, 2014-ის კინონათამაშები მაქვს, მე ყველაფერი პროფესიონალი მაქვს ნათამაშები საერთოდ 7-ის გარდა. და ნუ რა ვიცი, აბსოლუტურად ყველაში არის რაღაცა თითქოს შეცვლილი. ეს იყო სხვა სფერო, საერთოდ სხვა პლანეტიდან იყო 2006 და შემდეგ რაღაცა შეცვალა Konami-მ, არ ვიცი რა გააკეთეს. და წავიდა ეს ყველაფერი უარესობისკენ. წამოვიდა რობოტული მოძრაობები რაღაც საშინელი, რომელიც დღემდე რატომაც ყველას მოწონს, არ ვიცი, ეს არ გავს ნამდვილი რეალურ მოძრაობებს. და პლუს ძალიან ცუდი ის არის, ნუ 2013 ერთ-ერთი იყო ნორმალური შედარებით, რაღაც გაითვალისწინეს, რომ 2006-ის ცოტა იყოს რიმეიკი გააკეთეს, მაინცაც თუ ისე ბევრად აიღეს 2006-დან. 2013 კარგი იყო, მაგრამ დანარჩენებში რაღაცა თითქოს არ გვაქვს შესაძლებლობა რომ ნორმალურად კაციც კი მოვატყუოთ. ელემენტარულად, აი, რაღაცა ერთი მოძრაობით აკეთებ ყველაფერს, აბსოლუტურად, რაღაც საშინელებაა ჩემი აზრით. ისე როგორც ფეხბურთი გამვითარდა ძალიან ცუდად ამ უბრალოდ დროს განმავლობაში. და შენ რამდენი ზაუწერდი? 10-იანი რა თქმა უნდა, ჩემი საყოველთაო თამაში 10-იანი. 10-იანი. ძირფასო ტელემოყურებელო, ჩვენ რამოდენიმე წამით გავქრებით, შევადგენ ტოპს, რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშოს ყველა დამწყები მოთამაშემ და რამოდენიმე წამში დაგიბრუნდებით. ეხლა შევადგინეთ ტოპ 5-ეული, რომელიც უნდა ითამაშოს ყველა დამწყებ გეიმერმა ჩვენი სტუმრის აზრით. და ეს არის მე-5 ადგილზე გავიდა StarCraft-ი და Warcraft-ი, მე-4 ადგილზე გავიდა Half-Life-ი, მე-3 ადგილზე გავიდა Aliens vs Predator-ი, მე-2 ადგილზე გავიდა Resident Evil-ი და პირველზე არის Pro Evolution Soccer 2006-ი. თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენი სტუმარს ცუდი გემოვნება აქვს, თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრით, რომელი თამაშები უნდა ყოფილიყო ამ ტოპ 5-ელში. დღეისთვის ჩვენ ამითი მოვრჩებით და დავბრუნდებით რამოდენიმე კვირაში, ან ერთ კვირაში შეიძლება. კარგად. მოვალ შეხვედრამდე. კარგად ზანდებოდეთ.